გამარჯობათ მეგობრებო. ვიწყებთ ჭაჭის გამოხდას. ეს ერთ-ერთი ეტაპი არის, ესე რომ ვთქვათ, ნაწილი. და ბევრი კითხვა არის ხოლმე, როგორი უნდა იყოს თვითონ ჭაჭა. საიდანაც უნდა ნედლეული, საიდანაც უნდა მივიღოთ დასალევი არაყი. უნდა იყოს მაქსიმალურად წვნიანი. ესეთი უნდა იყოს. ესეთი უნდა იყოს. და აი დაახლოებით ესე. მოურევ და კარგად. აი ესეთი უნდა იყოს დაახლოებით. მოკლედ, ეხლა აი გავსინჯოთ კიდევაც. მოვიღოთ. აი ესეთი მასა არის და ბატონო. ჩვენი დასალევია. ანუ თუ ნედლეული არ იქნება კარგი, ხო? იმის თქმა მინდა. არც ჭაჭა იქნება კარგი. ანუ გამოწურული ჭაჭისგან გააპრესილი რო არის უკვე დაპრესილი და იქიდან უკვე შესაბამისად ნორმალურ ჭაჭას ვერ მიიღებ. იმიტომ პირველად რომ გამოვხდი, ხო, ჭაჭას, შემდეგ უკვე იქნება ესეთი ორ ნაწილად გაიყო. ნაწილი კასრისთვის, რომელიც მზადდება კასრი, მუხის კასრი და ნაწილი თეთრად მოსახმარებლად, ანუ პირდაპირ დასალევად. სხვადასხვა ტექნოლოგიებით იქნება ორივე დამზადებული. რასაც გაჩვენებთ, რა თქმა უნდა, ორივე ნაწილს. შევეცდები მოკლედ, მაგრამ გაჩვენებთ.